დღეს ჩავწერ ვიდეოს გერმანიის გაერთიანება 1848 წლის რევოლუციები გერმანულ სახელმწიფოებსა და ავსტრიის იმპერიაში. 1815 წელს ვენის კონგრესის გადაწყვეტილებით შეიქმნა გერმანიის კავშირი, რომელიც 39 გერმანულენოვანი სამეფო სამთავროს აერთიანებდა. მათ შორის ორ მთავარ ძალას პრუსიის სამეფო და ავსტრიის იმპერია წარმოადგენდა. 1848 წლის საფრანგეთის რევოლუციამ ბიძგი მისცა რევოლუციურ გამოსვლებს პრუსიასა და ავსტრიაში. 1848 წლის მარტში რევოლუციური გამოსვლები დაიწყო ბერლინში, პარალელურად აღმოსავლეთ პრუსიის ქალაქ ფრანკფურტში გერმანელმა ნაციონალისტებმა მთავრობისაგან დამოუკიდებლად შეკრიბეს პარლამენტი გერმანიის ეროვნული ასამბლეა, რომელმაც გამოსცა კონსტიტუციური მონარქია და ფრიდრიხ ვილჰელმს სამეფო ტახტის შესთავაზა. 1848 წლის ოქტომბერში მეფე დათანხმდა, მაგრამ ფრანკფურტის პარლამენტმა ვერ შეძლო ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემების დაძლევა. რევოლუციონერები არ აღმოჩნდნენ მზად ქვეყნის სათავეში მოსასვლელად. ამით ისარგებლა მეფემ თანდათან შეავიწროვა ასამბლეა, რომელმაც ვეღარ გაუძლო წნეხს და 1859 წლის მაისში დაიშალა. რევოლუცია დამარცხდა. 1858 წელს რევოლუციური გამოსვლები ავსტრიაში დაიწყო. რეგიონებში, სადაც არაგერმანული წარმომავლობის ერები, უნგრელები, ჩეხები, ხორვატები, სერბები, პოლონელები ცხოვრობდნენ, ეს ავსტრიის იმპერიის დაშლის საფრთხეს უქმნიდა. 1858 წლის 13 მარტს გამოსვლები დაიწყო ვენაში. ავსტრიის ლანდტაგმა მოითხოვა კონსტიტუციური მონარქიის შექმნა და გადააყენა კანცლერი მეტერნიხი. რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ I 1825-55 წლები დაეხმარა ავსტრიის იმპერატორს. უნგრეთში აღდგა იმპერატორის ხელისუფლება, გაუქმდა კონსტიტუცია. ბისმარკი და გერმანიის გაერთიანება. გერმანიის გაერთიანებას ხელს უშლიდა სამთავროებს შორის არსებული განსხვავებები, მმართველობის სისტემა, ეკონომიკა, რელიგია. 1862 წელს პრუსიის მეფემ ფრიდრიხ ვილჰელმ I-მა პრემიერ-მინისტრად დანიშნა ოტო ფონ ბისმარკი 1862-90 წლებში, რომლის აზრით გერმანიის გაერთიანება უნდა მომხდარიყო ზემოდან პრუსიის მთავრობის ინიციატივით და არა რევოლუციით. გერმანული მიწების გასაერთიანებლად ბისმარკმა 3 ომი გადაიხადა: დანიასთან, ავსტრიასთან და საფრანგეთთან. 1864 წელს გერმანიის კავშირმა დაამარცხა დანიის სამეფო და წაართვა შლეზვიგ-ჰოლშტაინი. პრუსიის მსგავსად ავსტრიის იმპერიასაც ჰქონდა გერმანული მიწების თავის გარშემო გაერთიანების ამბიციები, რაც მათ შორის დაპირისპირებას გარდაუვალს ხდიდა. 1866 წელს, მას შემდეგ, რაც ბისმარკი დარწმუნდა, რომ საფრანგეთი და რუსეთი არ ჩაერეოდნენ პრუსიას და ავსტრიას ომში, მან გააფორმა ავსტრიის წინააღმდეგ პრუსია-იტალიის სამხედრო ალიანსი. მათ სადოვიეს ბრძოლაში დაამარცხეს ავსტრიის ჯარები. საზავო ხელშეკრულების თანახმად პრუსიამ მიიერთა ჰანოვერი, შლეზვიგ-ჰოლშტაინი, ჰესენ-კასელი და ჩამოყალიბდა კონსტიტუციური მონარქიის მოდელზე დაფუძნებული ჩრდილო გერმანული კავშირი. კავშირის პრეზიდენტი იყო პრუსიის მეფე. ბისმარკის შემდეგ ამოცანას სამხრეთ გერმანული სახელმწიფოების შემოერთება წარმოადგენდა. ამ ტერიტორიაზე დიდი პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენა ჰქონდა საფრანგეთს. 1870 წელს საფრანგეთმა ომი გამოუცხადა პრუსიას. პრუსიის გენერალურ შტატების უფროსმა მოლტკემ მოკლე დროში მოახერხა არმიის მობილიზება და 2 სექტემბერს სედანის ბრძოლაში დაამარცხა საფრანგეთის არმია. ტყვედ ჩავარდა თვით ნაპოლეონი. 1871 წლის მაისში დაიდო ფრანკფურტის საზავო ხელშეკრულება, საფრანგეთს დაეკისრა 5 მილიარდი ოქროს ფრანკის გადახდა. პრუსიამ საფრანგეთს ჩამოაცალა ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონები ელზასი და ლოთარინგია. 1871 წელს ვერსალის სარკებიან დარბაზში ვილჰელმ I გერმანიის იმპერატორად გამოაცხადეს. გერმანიის იმპერია მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში. ვილჰელმ I-სა და ბისმარკის რეფორმებით გერმანიის
იმპერია ევროპის უძლიერეს სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა. ბისმარკი ფრიდრიხ ფრთხილ საგარეო პოლიტიკას აწარმოებდა და ევროპის ყველა სახელმწიფოსთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნებას ცდილობდა. მაშინ, როდესაც ყველა ევროპული სახელმწიფო კოლონიური სამფლობელოების გაფართოებისთვის იბრძოდა, ბისმარკს მიაჩნდა, რომ კოლონიური პოლიტიკა გერმანიისთვის არ იყო უმთავრესი და პირიქით ქვეყნისთვის სარისკო იქნებოდა, მაგრამ გერმანიის მსხვილი მრეწველები სწორედ აქტიური კოლონიური პოლიტიკით იყვნენ დაინტერესებული. გერმანიის ახალგაზრდა და ამბიციურ იმპერატორს ვილჰელმ მეორეს 1898-1918 წლებში ბისმარკის ფრთხილი პოლიტიკა შეზღუდულად და ძველმოდურად მიაჩნდა. ამიტომ 1890 წელს გადააყენა ბისმარკი და საკუთარ ხელში აიღო სახელმწიფოს მართვა. ვილჰელმ მეორეს და მის მთავრობას მიაჩნდათ, რომ სახელმწიფო, რომელსაც ყველაზე ძლიერი ჯარი ჰყავდა და ყველაზე მძლავრი მძიმე მრეწველობა ჰქონდა, განზე არ უნდა გამდგარიყო, მაშინ, როდესაც სხვა სახელმწიფოები მსოფლიოს ინაწილებდნენ.